რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის აქტივობას უკავშირებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც, როგორც საგანელიძემ დღეს განაცხადა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში დაიწყო კოალიცია ქართული ოცნების რიგებში საკუთარი აქტივის ჩანერგვა. რომ ძალიან ბევრი ადამიანი მე მაგალითი მოვიყვანე იგივე სანუძის და იგივე რუსთავის შემთხვევა და ასე შემდეგ. ის ხალხი, ვინც ჩვენთან იყვნენ შემოგზავნილები თავის დროზე, ჩანერგილები იმისთვის, რომ თავის დროზე მათ თავიანთი საქმე გაეკეთებინათ და ეს დრო ეხლა დადგა. ასევე სხვა ჩვენს მეგობარ პარტიებში, ჩვენს კოალიციაში შემავალ ჩვენს პარტიულ პარტიებშიც არიან ბუნებრივი ეს ადამიანები, ჩანერგილები, რომლებიც ეხლა იმ ფაზაში არიან, რომ თავის ლუსტრაციას ახდენენ. მე სიმართლე გითხრათ, რუსთავის მერე რომ დავინახე, რომ ეს ტენდენცია დაიწყო, გავაჩერე კიდე სპეციალურად. მე მაშინვე შემეძლო ჩამეტარებინა ანალოგიური პრესკონფერენცია და ყველასთვის მეთქვა რა ხდება, მაგრამ ერთი კვირა ვაცადე, იმიტომ რომ დამეცადა სოკოებივით წამოვიდნენ ის, ვინც სპეციალურად ჩაგვიყარეს სტრუქტურებში. მე ამაში ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობიდან ეს დავალება არცერთს არ მეუღია. თავისუფალი დემოკრატების წევრი გიათ საგარეიშვილი გამოეხმაურა დღეს დავით საგანელიძის განცხადებას. მან თქვა, რომ ეს განცხადება ნამდვილად საყურადღებოა და აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. გიათ საგარეიშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი დემოკრატები და კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები აუცილებლად გადახედავენ თავიანთ აქტივს. იმ რაიონებში, სადაც ახლა მიმდინარეობს ქართული ოცნების ოფისების დაფუძნება, არის საკმაოდ რთული ვითარება. როგორც ჩანს, ამ მომენტით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა. თავის დროზე შემოგზავნილმა არ გამორიცხავ ჩანერგილმა სხვადასხვა პარტიებში. ეს ჩვენ უნდა გადავამოწმოთ, უნდა გადავაკონტროლოთ და ეს არის პასუხისმგებლობა არა მარტო ჩვენი, არამედ კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს არსად. პარტია ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციების დამფუძნებელ ყრილობებზე არეულობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოხდა. როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, პროვოკაციაში მონაწილეობდნენ არ მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების წევრები, მან ამოიცნო ნაციონალური მოძრაობის აქტივი და სხვა პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის ისეთი პარტიებისაც, რომლებიც არ არიან კოალიცია ქართული ოცნების წევრები. მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგები ნათია ორველაშვილი და თამარ